ეს მე ვარ. კამბოჯის ერთი კუნძულიდან ნავით მივცურავ მეორე კუნძულზე. ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში. საქმე ისაა, რომ კამბოჯის ერთ-ერთ კუნძულზე 4 დღით ჩამოვედი. გადაბმული მოგზაურობებისაგან გადაღლეს, მინდოდა ცოტა დამესვენა. და თან ამ კუნძულის ზღაპრული სანაპიროებიც მაინტერესებდა. დასვენება და მზეზე მიფიცხვა კარგია, მაგრამ შინაგანად ვამჩნევდი, რომ თითქოს რაღაც მაკლდა. ინტუიციამ კარნახობდა, რომ რაღაც ექსტრემალურიც უნდა გამეკეთებინა დასვენებასთან ერთად. მაგრამ სხეულის საპირისპიროს მეუბნეოდა, რომ არ გამერისკა და დავჩენილიყავი კომფორტის ზონაში. ინტუიციის აზრით ეს ექსტრემალური აქტივობა შეიძლება ყოფილიყო ერთკაციანი ნავით გადაცურვა ჩემი კუნძულიდან მეზობელ კუნძულზე. საწყისი 2 დღე ამ ფიქრების ჭიდრში გავატარე და ეს გაურკვევლობის პროცესი კიდევ უფრო მსტრესავდა და გადაწყვეტილებას ვერადავერ ვიღებდი. საბოლოოდ გათენდა თუ არა დღე მესამე და პირდაპირ წავედი კაიაკის საქირავებლად. მაგრამ მეპატრონემ რომ გაიგო, სადაც მინდოდა წასვლა, მითხრა რომ ეს შეუძლებელი იყო. შორს არის ეგ კუნძული ნავით გადასაცურად და ვერ მოგაქირავებო. უფრო პატარა და ახლოს მდებარე კუნძულის შემომთავაზა. იქ შეგიძლია წახვიდეო. დავთანხმდი ამ წინადადებას და ვიქირავე კაიაკი. შევცურე წყალში და ამით დაიწყო ეს გიჟური თავგადასავალი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალევე როგორც კი მზემ დამაცხუნა, გავანალიზე რომ ერთი უმთავრესი რაღაც დამოვიწყდა და ეს რაღაც არის წყალი. წყალიც აღარა მაქვს, უბრალოდ არ წამომიღია და მოვიწყდა. წყლის გარემოცვაში ვარ, ჩემს გარშემოს წყალია, მაგრამ რადგინდა ვერ ვსვამ. ჩემს მდგომარეობას არა მარტო წყალი, არამედ კიდევ რამოდენიმე ფაქტორიც ართულებდა. საერთოდ მივდივარ, ანუ ამ კუნძულისაკენ ზუსტად მაგ მიმართულებიდან ქრის ქარი. ანუ ორმაგი ძალის ხროვა მიწევს ახლა, რომ ქარი და ტალღები დავძლიო და თან წიწავიწიო. ზურგის ქარი კარგი იქნებოდა, მაგრამ არ არის. შემდეგი შემაფერხებელი ფაქტორი იყო გადმობრუნების საფრთხე. ჩემს გარშემო ყოველი გემის ან კატერის გავლისას ნატრობდი, რომ წარმოქმნილ ტალღებს არ გადავეყირავებინე. რადგან ყველაფერი ღირებული, რაც კი გამაჩნდა ნავზე, წყალში ჩავარდნისას მათ დავკარგავდი. გულისხმობ ტელეფონს, მთელი ჩემი სამოგზაურო მასალით და მიკროფონს. ალბათ იკითხავთ, თუ ცხელა წყალში რატომ არ ჩადის, გაგრილდება მაინცო. წყალში ჩემი ჩასვლა და ამოსვლა ისევ ვერ გამხორციელდებოდა, ერთხელ მაინც რომ არ გადამეტრალებინა ნავი. ასე რომ ისევ და ისევ ტექნიკის წყალში დაკარგვის გამო ნავს ვერ დავტოვებდი. და ბოლო ხელისშემშლელი ფაქტორი. გამოუცდელობა და ფიზიკური უმზაობა. შეგახსენებთ, რომ ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. პირველად ვაკეთებდი და შესაბამისად არ მქონდა შესაბამისი ცოდნა და ფიზიკური მზაობა, რომ ადვილად დამეძლია ეს დაბრკოლება. ბევრი აღარ დამჭა კუნძულამდე, მაგრამ ძალა აღარა მაქვს იმდენი როგორი დასაწყისში მქონდა. 2 წუთი დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ. გახედავ და ცოტა დამჭა კუნძულამდე. მაგრამ მივდივარ და წინსვლა მაინც არ ჩანს. არ ვიცი, ალბათ ტალღებს უკან მოვყავარ. როგორც კი გავჩერდებოდი და დასვენებას გადავწყვეტდი, ქარს და ტალღებს უკან მივყავდი. წავიწევდი წინ, შევისვენებდი და უკან მოვდიოდი. წავიწევდი წინ, შევისვენებდი და უკან მოვდიოდი. შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ერთ ადგილას ვიდექი. იყო მომენტები, როცა იმდენად შემომიტია ამ 4-ვე დაბრკოლებამ, რომ თავში ისეთი ფიქრები მიტრიალებდა, ხომ არ შევწყვიტო აქ და ხომ არ მიბრუნდე მეთქი.
მაგრამ მოვიკრიბე ბოლო ძალები, ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე ბოლო შეტევა. სულ ცოტა დამჭა, სულ ცოტაც დამივალე. აი, ახლოსა ვარ. კონსულთან როგორც კი მოვედი, გემები დამხვდა. რომელ გემებმაც ტურის ფარგლებში მოგზაურები აქ სნორკლინგისათვის მოიყვანეს. მეც ბევრი აღარ მიფიქრია და ერთ-ერთ მათგანთან წყლის სათხოვნელად მივაშურე. Hello. Thank you. Bro. Okay, bro. Hello. Thank you. Oh, akție, cum tu ziua? Dacă mă vezi mai, ai dat da. Da, mă că ne vină. Da, uite, copze. Cal mă rumă tai eu. Amas, auzi, asta. ძალიან დაღლილი ვარ. ვერაფერს ვერ მოძრაობ, კუთები ყველა მკივა. იმდენად ძალა გამოცლილი ვიყავი, ნავსაც კი ვერ დავაპარკინგებდი დამოუკიდებლად, რომ არა ის ადამიანი. იქვე ჰამაკი ვიპოვე და შემდეგი 2 საათი გაუმძრევლად ვიწექი და ენერგიას ვიღწევდი. თან ველოდებოდი, იქნებ ქარი ოდნავ მაინც დაწყნელებულიყო, რათა გამადვილებოდა უკან დაბრუნება. აქ მადლიერი ვარ და მიხარია რომ მე ეს შევძელი. და ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც მოვაღწიე ამ კუნძულამდე. კიდევ კარგი რომ დაუჯერე კაიაკის მეპატრონეს და ეს გზა რომ ავირჩიე. მადლობა მას. შემდეგ გადავწყვიტე ეს მომცრო კუნძული დამეთვალიერებინა. კუნძულის შუაში დავინახე ბუდისტური სალოცავი ადგილი და იქვე ტაძარიც. შეგახსენებთ რომ კამბოჯა ბუდისტური ქვეყანაა. ასეთი ხედი იშლებოდა ამ ადგილიდან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ აღფრთოვანდი უშუალოდ ამ კუნძულით. სულ 3 ადამიანი დავინახე ამ კუნძულზე. სავარაუდოდ მშენებლები იყვნენ, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და აქვე ახლოში კიდევ ერთ ტაძარს აშენებდნენ. მოკლედ დრო მოვიდა, დავბრუნდე უკვე უკან. დავტოვა ეს კუნძული, ზეს ნელ-ნელა ჩადის და ემედია გზაში არ შემაწუხებს უფრო. წყასაც შეეხება, როგორც კი გადავალ, უკვე ვიყიდი ნაპირზე. შეჯერობით ისე ძალიან არ მწყურია. ჩემი კაიაკი, ჩემი ნავი აი აქ არის და ნელ-ნელა გავუდგები გზას. საათნახევარში უნდა მივიდე წესით, იმიტომ რომ აქედან ფიქრობ რომ სწრაფად მივალ უფრო. რადგან ტალღები და ქარი, ზურგის ქარი ხელს შემიწყობს. როგორც ხედავთ, არც ქარი და შესაბამისად არც ტალღები აღარ დამხვდა და მეც იოლად და სწრაფად მივცურავდი.
სულ ცოტა დამჩენ ნაპირამდე. სულ ცოტაც და მივალ, სულ ცოტაც. როგორი მშვიდი არის ახლა წყალი. სულ მარტივად წამოვედი იქიდან. როცა ტალღები და ქარემი არ მებრძოლებოდა, უფრო გამიმარტივდა ეს პროცესი. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ღირებული არაფერი გამიკეთებია. ის რომ ტყუილად დავხარჯეთ დრო, ის რომ ტყუილად გადავიხადე თანხა ნავის ქირაობაში, რომ ტყუილად ვიწვალე და ჯერ გადავცურე კუნძულზე და შემდეგ ისევ უკან გადმოვცურე. ის რომ კუნძულზეც დიდი საინტერესო ვერაფერი ვნახე. ერთი შეხედვით მართლაც ასე ჩანს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აქ ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ გადაცურვა და უკან გადმოცურვა. მთელი ეს აქტივობა ერთ დიდ რამეს ემსახურებოდა და ეს არის მენტალური სიძლიერე. საწყისი 2 დღის განმავლობაში ჩემი ინტუიციამ კარნახობდა, რომ ჩემი თავი მენტალურად გამომეწვია და ამის დაძლევით ოდნავ გავზრდილიყავი პიროვნულად. საბოლოოდ მადლიერი ვარ, რომ დაუჯერეთ ჩემ ინტუიციას და გავაკეთე გასაკეთებელი. თქვენც დაუჯერეთ ხოლმე ინტუიციას. ის არასოდეს ცდება. მოგზაურობის მთავარი მუღამიც ხო ეს არის. მის დასაწყისში და დასასრულს, როგორც წესი, სხვადასხვა პიროვნება უნდა იყო და უნდა იზრდებოდე. სწორედ ეს დღევანდელი მცირედი გაზრდა დამეხმარება უკვე შემდეგ ქვეყანაში, კერძოდ კი ლაოსში. კიდევ უფრო საინტერესო სიტუაციებში ამოყო თავი. ასე რომ ამ ვიდეოთი ვასრულებ 4 ვიდეოიან გიჟურ კამბოჯურ თავგადასავალს და შემდეგ ვიდეოდან გადავდივართ ახალ ქვეყანაში, ლაოსში. Vai, vai, พื่อน